თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს გამოშვებას დღის სხვა მნიშვნელოვანი თემებით განვაგრძობთ. ამერიკული დოლარის კურსმა ამ დღებში 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 ლარს და 80 თეთრში ადგენს. როგორ აისახება ეროვნული ვალუტის გაუფასურება ექსპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაზე და რამდენად გამოიწვევს ლარის კურსის მერყეობას საბაზრო კლიმატის ცვლილებას? ნახეთ ანა ბროლაძის სიუჟეტში. ლარის კურსმა გააგრძელა ზრდა. ეკონომისტი ნოდარ ხადური დოლართან ლარის მიმართებას გვიჩვენებს. გრაფიკაზე ბოლო 16 წლის მონაცემები ჩანს. ამბობს, რომ დოლარის დღევანდელი კურსი ლარი და 80 ასე მაღალი 2006 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. ხადურის თქმით, ქვეყანაში, სადაც ექსპორტირებული საქონელი ადგილობრივ პროდუქციას ჭარბობს, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მომხმარებელზე უარყოფითად აისახება. თუ თქვენ საქონელი იყიდეთ $100 და შემოგაქვთ საქართველოში, და მანამდე ეს იყო დაუშვათ 160 ლარი ან 140 ლარი, დღეს იგივე $100-იანი საქონელი უკვე უნდა ღირდეს 180 ლარი, ანუ ის გაძვირდება, რაც თავისთავად ცხადია უარყოფითად დააწვება მომხმარებას. დოლარის კურსის გაზრდის გამო ადგილობრივ ბაზარზე ფასები უკვე შეიცვალა. საზღვარგარეთიდან შემოტანილი საქონელი ბოლო კვირების განმავლობაში საგრძნობლად გაძვირდა. წიწიბურის, ზეთის, ბრინჯის, ასანთისა და სხვა პროდუქციის ფასმა 5-დან 50 თეთრამდე მოიმატა. მცირე ბიზნესში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ იძულებულნი არიან პროდუქცია თავადაც მომატებული ფასებით გაყიდონ. დივნოემ გააძვირა 1-2 კვირის წინ, ცოტა მაგრამ მაინც გაძვირდა. მარილი დღეს გითხრეს, რომ 20 თეთრით მოიმატა პაჩქამ. წიწიბურა გაძვირდა, ორჯერ გააძვირეს უკვე. ის რო 1% და 2% მოგიმატებს, ის მომატება შენზეც აისახება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომ საქონლის ღირებულებაზე აისახება, ამას ეკონომისტი მერაბ კაკულიაც ადასტურებს. თუმცა კაკულია ამბობს, რომ კურსის კორექტირებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს. საკურსო ცვლილება მაინდა-მაინც ფართო დიაპაზონში არ მოხდება, ანუ ის იქნება რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული, იმდანაც რამდენადაც ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვი იმისათვის, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იქონიოს. ექსპერტთა ერთი ნაწილი დოლარის გამყარებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. მეორე ნაწილს ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება უჭერს. მცირე მეწარმეები ამბობენ, რომ გაძვირების კიდევ ერთ ტალღას ელოდებიან. მომხმარებლები დაბალი საარსებო მინიმუმის პირობებში მაღალ ფასებზე მიუთითებენ. დოლარის ხვალინდელი კურსი კი ეროვნული ბანკის მონაცემებით დაწევის ნაცვლად 1,82 ნიშნულს მიაღწევს. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა დღეს თბილისი მარიოტში. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა კოდექსის ძირითადი დებულებები ბიზნეს სექტორს გააცნო. პრემიერის თქმით, კოდექსი საქართველოში მცირე ბიზნესის ხელშეწყობასა და ინვესტორების მოსაზიდად შეიქმნა. პროექტი აერთიანებს საბაჟო და საგადასახადო კოდექსებს. ვაერთიანებთ ორ კოდექსს, აღარ იქნება ცალკე საბაჟო კოდექსი, ცალკე საგადასახადო, იქნება ერთიანი კოდექსი. მეორე იქნება ახალი ტერმინოლოგია ჩამოყალიბებული, ტერმინოლოგია, რომელიც მოიცავს მაგალითად მიკრო ბიზნესის გაგებას, ცნებას, რომელიც ასევე განმარტავს მცირე ბიზნესის ცნებას. აღნიშნული საგადასახადო კოდექსი აგებული არის ურთიერთობაზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე არის მეწარმესა და სახელმწიფოს შორის. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ კავშირში იმ დაპირებებთან, რომელსაც ჩვენ მუდმივად ნებისმიერ შეხვედრებზე, ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს ვახორციელებთ და ვაკეთებდით. ეს არის ახალი ერის დასაწყისი სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის, საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნეს შორის. ეხლა ვისაც გვახსოვს ბოლო 15-20 წლის მანძილზე რა პრობლემებს ვაწყდებოდით იმის გამო, რომ სულ ელემენტარული ძალიან რთული იყო თუნდაც საკითხვა საგადასახადო კოდექსის და დღევანდელი ახალი კოდექსი ეს არ არის გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები, ეს არის აბსოლუტურად ძირეულად განსხვავებული ფუნდამენტალური ახალი ფუნდამენტალური პრინციპების მქონე დოკუმენტი. ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას 6 ავიაკომპანია უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში სდებს ბრალს. საქართველოს საერთაშორისო ავიახაზებს რეისების განხორციელების ლიცენზია სატრანსპორტო ადმინისტრაციამ შეუჩერა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ის არგუმენტები, რაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საკუთარ ბრძანებაში აქვს მოყვანილი, უკანონოა. ავიაკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შექმნილი სიტუაცია მათ მიზანმიმართულ გაკოტრებას ითვალისწინებს. ისეთ პროვოკაციულ განცხადებებს გვიწყობს, ისეთ პროვოკაციულ რაღაცებს გვიწყობს ეს ჭიჭინაძე გადაკვიდა კიდე აირზენას და გვალანძღილებს ერთმანეთს რა. ავიაკომპანიებს შორის არაჯანსაღი კონკურენციის გარემოს შექმნა, ფრენის უკანონო დაკრძალვა და ინვესტიციებში ხელის შეშლა. ეს ის ბრალდებებია, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციას 6 ავიაკომპანიამ წაუყენა.
დამოუკიდებელი საინვესტიციო კომპანია Fly Georgia's წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუ სატრანსპორტო ადმინისტრაცია გადაწყვეტილებებს არ შეცვლის და გაუქმებულ ფრენებს არ აღადგენს, კომპანიას საკუთარ ინვესტიციებზე უარის თქმა მოუწევს. ერთი თვითონ უკვე თბილისში არის Saab 340 თანამედროვე ტიპის რეგიონული გადაზიდვისათვის განკუთვნილი საავიაციო ხომალდი. მეორე მზად არის და ელოდება ინსპექტორის ჩასვლას. ჩემი კოლეგები უკვე გარკვეულებული ყოველდღიურად მირეკავენ ფული გადახდილი გაქვს და რატო არ მიყავს თვითმფრინავიო. თუ კი ეს არ შედგება, შესაბამისად ვერ შედგება თვით ბიზნესიც და აქედან გამომდინარე ეს საინვესტიციო ჯგუფი ფინანსურის და ტექნიკურის დატოვებს საქართველოს. დავა სატრანსპორტო ადმინისტრაციასა და საქართველოს საერთაშორისო ავიახაზებს შორის 23 აპრილს ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჭეჭინაძის ამ ბრძანების შემდეგ დაიწყო. სატრანსპორტო ადმინისტრაციამ ავიაკომპანიას უკრაინული თვითმფრინავით რეისების შესრულების უფლება ჩამოართვა. რის მიზეზადაც უკრაინელების წერილობითი მიმართვა დაასახელა, სადაც ქართულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ეწერა. საერთაშორისო ავიახაზებში უკრაინულ კომპანიასთან უთანხმოებას უარყოფენ. იმ კომპანიიდან ჩვენ არც ერთი პრეტენზია არ ქონია ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ყველაზე მინიმუმ რო ავიღოთ თვითონ ამ ბრძანებებში ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებში არის არალოგიკური ქმედებები. ჩვენ უახლოესი 6 თვის წინ ქონდა ასეთი ფაქტი, რომ საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის მოადგილემ ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები მუქარებით აწარმოა ჩვენს ერთ-ერთ კონტრაქტორთან, ვინც თვითმფრინავს იჯარაში გვაძლევს, არიქა ამათ თვითმფრინავის ხელშეკრულებას შეუწყვეტეთ და წაართვით. ავიაკომპანიების ხელმძღვანელები პრეზიდენტთან ჩივილს აპირებენ. მათი თქმით, სატრანსპორტო ადმინისტრაცია პრეზიდენტის განკარგულების წინააღმდეგ მოქმედებს და ინვესტორებს ხელს უშლის. საინვესტიციო კომპანია Fly Georgia's საქართველოს საერთაშორისო ავიაკომპანიისთვის შეძენილი აქვს თანამედროვე სტანდარტების 3 თვითმფრინავი, თუმცა რეისებს ვერ ახორციელებს. დღესდღეობით მთავარი მიზეზი ჭიჭინაძის უარის თქმა ჩვენზე, ჩვენთვის უცნობია. სატრანსპორტო ადმინისტრაციას ფრენის აკრძალვის მიზეზებთან დაკავშირებით მედიისთვის განმარტება დღეს უნდა გაეკეთებინა. თუმცა ლევან ჭიჭინაძე კამერებთან არ გამოჩენილა. ავიაკომპანიებში აცხადებენ, რომ თუ 4 დღეში ჭიჭინაძე საკუთარ გადაწყვეტილებებს არ ცნობს ბათილად, მას მიყენებული მატერიალური ზიანისთვის სასამართლოში უჩივლებენ. ეკა ბესელია წინასწარ პატიმრობაში მყოფთა ხმის მიცემის უფლების დარღვევაზე საუბრობს. მისი თქმით 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა პირებმა. ამის გამო პასუხს ეკა ბესელია სასჯელ აღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს თხოვს. გარდა ამისა, ბესელიამ უკანონო პატიმართა 50 კაციანი სია წარმოადგინა. აქამდე სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს 200 უკანონო პატიმრის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. მინისტრ ქალბატონ კალმახელიძის მიმართ ჩვენ ვითხოვთ დასმული იქნას შემდეგი კითხვები და ვითხოვთ მისგან საჯარო განმარტებას, რატომ არ მიეცა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და რატო დაირღვა მათი კონსტიტუციური უფლება. ასევე ქალბატონმა კალმახელიძემ უნდა გააკეთოს განმარტება იმ კონკრეტულ დარღვევებზე პატიმართა უფლებების თაობაზე, რომელიც ეხება გადატვირთვას სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, მათ მიმართ სასტიკ და ხშირ შემთხვევაში არაადამიანურ მოპყრობას, სალადობრივ ფაქტებს არჩევნების შედეგებზე ტოტალურად იმოქმედა მერვე მუხლის დარღვევა საქართველოს საარჩევნო კოდექსის და ეს გულისხმობს ამ მომრჩეველთა თავისუფალი ნების კონტროლს. რაც შეეხება სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, პატიმართა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა ხმის მიუცემლობა ვერ იმოქმედებდა შედეგზე, მაგრამ არის სერიოზული დემოკრატიული პრინციპების დარღვევა.